ოდესმე დაფიქრებულ ხართ, როდის იყო ბოლო მომენტი, როდესაც საერთოდ არაფერზე ნერვიულობდით. არაუბრალოდ დასვენებისას, არამედ მაშინ, როდესაც თქვენ გონებაში არც ერთი რა იქნება თუ ეს უნდა გამეკეთებინა, ან ვაგვიანებ არ ტრიალებდა. ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გიჭირთ, რადგან ჩვენ ცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც სტრესი არა მხოლოდ თამდევი პროცესი, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის ნაგულისხმევი მდგომარეობა გახდა. ჩვენ მივეჩვიეთ დაჭიმულ მხრებს, ზედაპირულ სუნთქვას და მუდმივ შფოთვას ხვალინდელ დღეზე. მაგრამ რატომ მოხდა ეს? რატომ ვართ ცივილიზაციის პიკზე მდგომი ადამიანები უფრო დაძაბულები ვიდრე ჩვენი წინაპრები? სტრესი თავისი არსით ევოლუციური მექანიზმია. ის ჩვენი გადარჩენის გარანტი იყო ათასწლეულების განმავლობაში. როდესაც ჩვენი წინაპარი ტყეში მტაცებელს აწყდებოდა, მისი ორგანიზმი წამებში გამოყოფდა კორტიზოლსა და ადრენალინს. გულისცემა ჩქარდებოდა, კუნთები იძაბებოდა და მთელი ენერგია მიმართული იყო ერთი მიზნისკენ: ბრძოლა ან გაქცევა. პრობლემა ისაა, რომ დღეს ჩვენი ტვინი ვერ ასხვავებს მშიერ ლომსა და უფროსისაგან მოსულ კრიტიკულ მეილს. ფიზიოლოგიური რეაქცია ერთნაირია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ლომთან შეხვედრა წუთებში სრულდებოდა. თანამედროვე მტაცებელი კი ჩვენს გვერდით 24 საათის განმავლობაში არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქრონიკული განგაშის რეჟიმში, სადაც იფიტება ჩვენი ფსიქიკა და სხეული. ჩვენი მუდმივი დაძაბულობის პირველი, ყველაზე აშკარა მიზეზი არის ცხოვრების სწრაფი ტემპი. თანამედროვე სამყარო უკარნახობს, რომ ნელი ნიშნავს წარუმატებელს. ტექნოლოგიებმა წესით დრო უნდა დაგვიზოგოს, მაგრამ პარადოქსია, რაც უფრო მეტ დროს გვიზოგავს ტექნიკა, მით უფრო ნაკლები თავისუფალი დრო გვრჩება. ჩვენი დღის განრიგი ჰგავს ტეტრისის თამაშს, სადაც ფიგურები სულ უფრო სწრაფად ცვივა და ჩვენი ერთადერთი მიზანია თამაშიდან არ გამოვვარდეთ. ქართულ რეალობაში ამ ყველაფერს ემატება სპეციფიკური ქაოსური რიტმი. დააკვირდით თბილისის ქუჩებს, მუდმივი საცობები, სადაც ყოველი მძღოლი სადღაც აგვიანებს, ყოველი სიგნალი სტრესის დამატებითი დოზაა. ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ცხოვრება ხშირად არაპროდუქტიულობას, არამედ არაორგანიზებულ ქაოსს ჰგავს. ჩვენ ვცდილობთ ევროპულ სამუშაო გრაფიკს მოვერგოთ, მაგრამ ამავდროულად ვინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციულ, ხმაურიან და ენერგიულ სოციალურ ცხოვრებას. შედეგად ქართველი ადამიანი მუდმივად ორ ცეცხლს შუაა. მას უნდა იყოს წარმატებული კარიერაში, მაგრამ ამავე დროს ვერ ეუბნება უარს, ნათესაურ თუ სამეგობრო ვალდებულებებს. წარმოიდგინეთ ტიპური ქართული ოჯახი, სადაც მშობლები დილის 8-ზე გადიან სახლიდან, რათა ცაცობს დაასწრონ. მთელი დღის განმავლობაში ისინი არიან მუდმივი მენტალური წნეხის ქვეშ. მოასწრონ სამსახურებრივი დავალებები, პარალელურად აკონტროლონ შვილების წრეებზე ტარება. საღამოს კი ვალდებულები არიან დაესწრონ რომელიმე ახლობლის ქორწილს ან ქელეხს, რადგან უხერხულია. ეს არის სოციალური მარათონი, სადაც დასვენებისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩება. ჩვენ დავკარგეთ აქ და ახლა ყოფნის უნარი. როცა სამსახურში ვართ, ოჯახურ პრობლემებზე ვფიქრობთ, როცა სახლში ვართ სამსახურზე. ეს მენტალური დისლოკაცია სტრესის უდიდესი წყაროა. მეორე გიგანტური ფაქტორია ინფორმაციული გადატვირთვა. ჩვენი ტვინი ევოლუციურად არ არის მზად იმ ნიაღვრისთვის, რასაც სმარტფონები გვაწვდიან. საქართველოში ამას ემატება მუდმივი პოლიტიკური და სოციალური ტურბულენტობა. ქართული საინფორმაციო სივრცე ჰგავს დაუსრულებელ საბრძოლო ველს. ნებისმიერი სქროლვა Facebook-ზე ნიშნავს, რომ თქვენ ეჯახებით რადიკალურ აზრებს, დაპირისპირებებს, ნეგატიურ პროგნოზებსა და ქვეყნის ბედზე დაუსრულებელ დარდს. ამას ემატება ეგრეთ წოდებული კოლექტიური ტრამვა. ჩვენ როგორც ერს გამოვლილი გვაქვს ომები, 90-იანი წლების სიდუხჭირე და მუდმივი არასტაბილურობა. ეს გამოცდილება ჩვენს ქოცნობიერშია ჩამჯდარი. ამიტომ ყოველი ნეგატიური სიახლე, იქნება ეს ვალუტის კურსის ვარდნა თუ მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტი, ჩვენში აქტიურებს გადარჩენის შიშს. ჩვენი ტვინი მუდმივად ეძებს საფრთხეს, რადგან მიჩვეულია, რომ საფრთხე ყოველთვის არსებობს. აქ შემოდის FOMO-ს ფენომენით. საქართველოში, სადაც სოციალური კავშირები ძალიან მჭიდროა, სოციალური მედია ილუზიას ქმნის, რომ ცხოვრება სადღაც სხვაგან ჩქეფს. ხედავ, როგორ ერთობიან სხვები, როგორ წარმატებულები არიან შენი თანატოლები და გეუფლება დანაშაულის გრძნობა საკუთარი პასიურობის გამო. 15 წუთიანი სქროლვაც კი საკმარისია, რომ ადამიანმა თავი უსარგებლოდ იგრძნოს. ეს არის ემოციური ნაგავი, რომლითაც ყოველდღიურად ვივსებთ გონებას. ჩვენი ფიქრები ვეღარ პოულობენ ადგილს ამ ხმაურში. ჩვენ ვკარგავთ უნარს ვიყოთ საკუთარ თავთან მარტო, რადგან ნებისმიერი თავისუფალი წამი სმარტფონით ივსება. მესამე და მნიშვნელოვანი მიზეზია მატერიალური ზეწოლა. საქართველოს პირობებში ფინანსური სტრესი არა ფუფუნების ნაკლებობა, არამედ ელემენტარული გადარჩენის შიშია. ინფლაცია, რომელიც ყოველთვიურად ცვლის პროდუქტების ფასს, ქმნის არასტაბილურობის მწვავე განცდას, თუმცა არსებობს კიდევ უფრო ღრმა პრობლემა. ეს არის სტატუსური სტრესი. ჩვენს კულტურაში რა სიტყვის ხალხი კვლავ უდიდეს როლს თამაშობს. ქართველი ადამიანი ხშირად მზადაა აიღოს გაუმართლებლად დიდი სესხი, რათა გადაიხადოს ზღაპრული ქორწილი, იყიდოს ბოლო მოდელის iPhone ან პრესტიჟული ავტომობილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოსავალი ამის საშუალებას არ იძლევა. რატომ ვაკეთებთ ამას?
იმიტომ რომ ქვეცნობიერად გვეშინია საზოგადოებიდან გარიყვის ან დაწუნების. შედეგად ჩვენ ვიღებთ ფინანსურ მარყურს, რომელიც წლების განმავლობაში გვიხუთავს სულს. თანაც გონია რომ გვინდა ის, რაც სინამდვილეში საერთოდ არ გვინდა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყოველ დილით ღვიძებს შიშით, რომ ბანკის პროცენტი აქვს გადასახდელი. ის მუშაობს 2 ან 3 სამსახურში. მისი ძილი დარღვეულია, მისი კვება არარეგულარულია. ის აღარ მუშაობს თვითრეალიზაციისთვის, ის მუშაობს ვალების მომსახურებისთვის. ეს არის თანამედროვე მონობის ფორმა, სადაც ბორკილები უხილავია, მაგრამ სტრესი რეალური და დამანგრეველი. როცა თქვენი ძირითადი ფიქრია, როგორ გავიტანო თავის შემდეგ ხელფასამდე, თქვენი შემოქმედებითი და მშვიდი ნაწილი ითიშება. ორგანიზმი გადადის გადარჩენის რეჟიმზე, სადაც სიხარულისთვის ადგილი აღარ რჩება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სტრესს ამძაფრებს, არის არჩევანის პარადოქსი. დღეს ჩვენ გვაქვს უსაზღვრო არჩევანი, რა ვჭამოთ, რას ვუყუროთ, სად ვიმუშაოთ, ვინ ვიყოთ. ერთი შეხედვით ეს თავისუფლებაა, თუმცა სინამდვილეში ეს უდიდესი ტვირთია. ყოველი არჩევანი მოითხოვს ენერგიას და ყოველი არჩევანი ბადებს ეჭვს. სწორი გადაწყვეტილება მივიღე? საქართველოში ამას ემატება პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი ოჯახის წინაშე. ჩვენს კულტურაში ინდივიდი არ არის იზოლირებული ერთეული, ის არის ჯაჭვის ნაწილი. თუ ევროპაში 20 წლის ახალგაზრდა მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, საქართველოში ის ხშირად გრძნობს ვალდებულებას, დაეხმაროს მშობლებს, ბებია პაპას, ნათესავებს. ეს მორალური წნეხი, რომელიც ერთი მხრივ კარგია, რადგან სოლიდარობას ეფუძნება, მეორე მხრივ მუდმივი სტრესის წყაროა. გეშინია, რომ ვერ გაამართლებ იმ იმედებს, რომლებიც შენზეა დამყარებული. ეს გადაწყვეტილების მიღების დაღლილობა გვაიძულებს დღის ბოლოს თავს განადგურებულად გრძნობდეთ. სტრესი არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს არის ფიზიოლოგიური თავდასხმა სხეულზე. როცა ჩვენი ნერვული სისტემა მუდმივად ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმშია, სხეული წყვეტს რეგენერაციას. იმუნური სისტემა სუსტდება, საჭმლის მომნელებელი სისტემა ფერხდება. ძილი ხდება ზედაპირული. დააკვირდით თქვენს გარშემო ადამიანებს, რამდენი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას, რამდენი ამბობს, რომ გამოძინების შემდეგაც დაღლილია. ეს არის კორტიზოლის ჭარბი რაოდენობის შედეგი. ჩვენი სხეული ყვირის, რომ პაუზა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ ყვირილს ყავით, ენერგეტიკული სასმელით ან მორიგი ეკრანის შუქით ვახშობთ. ჩვენ საკუთარ თავს ვეპყრობით როგორც მანქანას, რომელსაც მხოლოდ საწვავი სჭირდება და არა დასვენება. მაგრამ მანქანაც კი ფუჭდება, თუ მას მაღალ ბრუნზე მუდმივად ამუშავებ. მას რა არის გამოსავალი? ნუ თუ განწირულები ვართ ამ ქაოსში ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა არა, სტრესის მართვა არ ნიშნავს პრობლემების სრულ გაქრობას. ეს საქართველოში, სადაც ყოველი დღე სურპრიზია შეუძლებელია. ეს ნიშნავს ჩვენი რეაქციის შეცვლას და საკუთარი თავისთვის უსაფრთხო კუნძულების შექმნას. პირველია ცნობიერების დაბრუნება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის დაკვირვება. როცა გრძნობთ, რომ თბილისურ საცობში ნერვები გეშლებათ, გაჩერდით. კითხეთ საკუთარ თავს, შეცვლის ჩემი ბრაზი ამ მდგომარეობას? ხშირად აღმოაჩენთ, რომ ენერგიას ხარჯავთ იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებთ. გვჭირდება ფოკუსირება იმაზე, რაც ჩვენს ხელთაა. მეორეა ციფრული ჰიგიენა. ნუ დაიწყებთ დილას ქართული ნიუსების კითხვით. მიეცით თქვენს გონებას საშუალება მინიმუმ 1 საათი მაინც იცხოვროს გლობალური და ლოკალური კატასტროფების გარეშე. დააწესეთ საათები, როცა ტელეფონი სხვა ოთახშია. ინფორმაციული დიეტა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვებითი დიეტა. მესამეა ნელი ცხოვრების ელემენტები. საქართველოში ამის საუკეთესო რესურსი გვაქვს. ესაა ბუნება. სცადეთ შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა, ტელეფონის გამორთვა და უბრალოდ სიჩუმეში ყოფნა. ისწავლეთ ჭამა ტელეფონის გარეშე, იგრძენით საკვების გემო, ისწავლეთ სიარული ყურსასმენების გარეშე, მიეცეთ საშუალება თქვენს ფიქრებს, უბრალოდ იდინონ, ფილტრების და მუსიკის გარეშე. მეოთხეა პრიორიტეტების გადაფასება. ჩვენ ხშირად ვწირავთ ჯანმრთელობას იმ მიზნებისთვის, რომლებიც სინამდვილეში ჩვენი არ არის. კითხეთ საკუთარ თავს, ეს საკითხი, რომლისთვისაც ასე ვნერვიულობ, 5 წლის შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი? თუ არა, მაშინ ნუ დახარჯავთ მასზე თქვენს სიცოცხლეს დღეს. ისწავლეთ არას თქმა იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მხოლოდ გფიტავთ. ბოლოს კი მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვართ რობოტები, რომლებიც შექმნილნი არიან 24/7-ზე პროდუქტიულობისთვის. ჩვენ ადამიანები ვართ, ბიოლოგიური არსებები, რომლებსაც სჭირდებათ პაუზა, მზე, ურთიერთობა და სიმშვიდე. სტრესი არის სიგნალი, რომ რაღაც წესრიგში არ არის. ეს არის თქვენი სხეულის ხმა, რომელიც გეხვეწებათ ყურადღებას. ცხოვრება არ არის რბოლა ფინიშის ხაზამდე. საქართველოში ხშირად ვამბობთ, სად გვეჩქარება. უმჯობესია ეს სიტყვები მხოლოდ ფრაზა კი არა, ცხოვრების სტილი გახდეს. ცხოვრება არის პროცესი და თუ ამ გზაზე სულ სირბილით ივლი, ვერც ხედებით დატკბებით და ვერც იმ ადამიანებით, რომლებიც თქვენს გვერდით მიდიან. გაუფრთხილდით თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან ის არის ერთადერთი რესურსი, რომლის აღდგენაც ყოველთვის შეუძლებელია. დღესვე გააკეთეთ ერთი რამ, რაც უბრალოდ დაგამშვიდებთ. იქნება ეს ხანგრძლივი გასეირნება, მეგობრებთან გულწრფელი საუბარი თუ უბრალოდ ღრმა ჩასუნთქვა.
დიდი შედეგები პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. რამდენად სტრესულია თანამედროვე საქართველოში ცხოვრება, თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით კომენტარებში დაწერეთ. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო.